რა არის დისლექსია? დისლექსია გავრცელებული დასწავლის უნარის დარღვევაა, კითხვის სირთულეებით გამოხატული. ამ დროს ბავშვის კითხვის განვითარების უნარი ჩამორჩება მის ასაკობრივ მაჩვენებელს. რა სიმპტომები აქვს დისლექსიას სკოლამდელ ასაკში? სკოლამდელი ასაკის ბავშვმა შესაძლოა გვიან დაიწყოს მეტყველება, უჭირდეს მითითებების შესრულება, მარცხენა და მარჯვენას გარჩევა, ასევე ახალი სიტყვების დამახსოვრება. რა ნიშნებით ხასიათდება დისლექსია სასკოლო ასაკში? სასკოლო ასაკში ბავშვებს უჭირთ ბგერების სიმბოლოებთან დაკავშირება, ბგერების თანმიმდევრობით დალაგება, ასევე თავს არიდებენ დიდი მოცულობის ტექსტის წაკითხვას, ეშინიათ საკლასო სივრცეში ხმამაღლა წაკითხვა, უჭირთ ახალი სიტყვების ამოკითხვა და ხშირად კითხვის პროცესში ანაცვლებენ ბგერებს. როგორ დგინდება დისლექსიის დიაგნოზი? დისლექსიის დიაგნოზის დადგენა შეუძლია ფსიქოლოგს, ნეიროფსიქოლოგს, ენისა და მეტყველების თერაპევტს. ისინი ბავშვს ჩაუტარებენ რამდენიმე ტესტს, რომელიც დაეხმარებათ შეაფასონ კითხვის უნარი. ასევე ეს ტესტები გამორიცხავს სხვა მიზეზებს, როგორიც არის ენობრივი ბარიერი და სმენის პრობლემები. როგორ ვეხმარებით დისლექსიის მქონე ბავშვებს? მნიშვნელოვანია მშობელმა ჩართოს სპეციალისტი, რომელიც კონკრეტული ტექნიკების სწავლებით დაეხმარება ბავშვს კითხვის უნარის დაუფლებაში. ასევე მნიშვნელოვანია სკოლის მხრიდან მხარდაჭერა და ჩართულობა. რა ტიპის მხარდაჭერის მიღება შეუძლია მოსწავლეს სკოლისგან? სკოლის მხრიდან შესაძლოა მათ მიეცეთ მეტი დრო ტესტირების პროცესში, ასევე შეუქმნან მშვიდი სამუშაო სივრცე, შესაძლებლობა ჰქონდეთ ზეპირად გასცენ პასუხები წერის ნაცვლად და კლასში ხმამაღლა კითხვისგან განთავისუფლება.